მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო, მოდით ნახოთ ჩვენი უკვე ტრადიციული გაშლა, ანუ მომდევნო კვირის პროგნოზი ვნახოთ, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა სამივე სფეროსგან ვიხილავთ აქ საქმიანობა, ფინანსები, ურთიერთობა, სიგნიფიკაცია აქ იქნება, ეხლა რა ენერგიებში ხართ, მე რა უკვე მომდევნო კვირის ენერგიებსაც ვნახავთ ჩვენ აუცილებლად. აბა ვნახოთ ეხლა თქვენ რა ენერგიებში ხართ. ვისთვის იქნება ეს გაშლა. ნახოთ. Так, შემდეგი ვნახოთ ჩვენ რა გაფრთხილებები ხო რა ენერგიებში. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირის. ნახოთ დღეს საინტერესო გაშლა. ყველა დასდებმა თვითონ მოითხოვეს სხვათა შორის ჩვენ გვინდა, ოკეი, ნახოთ აბა რას მოვიყვებით თქვენ. შემდეგი ნახოთ, ანუ კარიერა, სამსახური, ბიზნესი, სწავლა, რა ვიცი, ვის რა გააქვთ, აი აქ ვნახოთ. რა იქნება, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მომდევნო კვირის განმავლობაში. Так, შემდეგი ფინანსური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, როგორი იქნება, ვნახოთ. რას მოგიტანთ მომდევნო კვირა თქვენ. და ურთიერთობასაც ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვნახოთ ურთიერთობა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება აქ. ამ თემაში. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. აქ მოვარდებით, იყავით ჭკვიანად. Так, ახლა. უი. სხვათა შორის ძალიან რაღაცა კარგი ენერგიები გაქვთ. იცით რა არის? აი გეტყვით ახლა რა საინტერესო. ვიღაცა ძალიან გახარებული, თქვა, დაუშვათ რამე პრობლემა თუ გქონდათ შვილების სწავლის თემაზე, ეს ანუ ასეთ ენერგიებში ხართ რა, რაღაც თქვა, ახლა ძალიან დაინტერესებული. კიდე, ვიღაცას უნდა დასვენება უნდა, მაგრამ ნუ რაღაცა აქვს კიდე ესეთი პრობლემები, რომ თქვა, შეიძლება ვერა. არის ეგეთი, კიდე არის მომენტი. შეიძლება იყოს ვიღაცასთან ნახეთ, გეტყვით, თქვენ შეიძლება გქონდეთ რამე სიტუაცია, თქვენ მოგიწიათ ბრძოლა ფინანსებზე, ბრძოლა როგორი ახლა კმაყოფილი ხართ, მაგრამ ნუ შეიძლება თანხები გჭირდებოდათ რამისთვის, მაგრამ ნუ იყო რაღაცა პერიოდი, რომ თქვენ ნუ არ გქონდათ დაუშვათ და ან ბევრი შრომა გიწევდა, თქვათ, ან შეიძლება ნუ აი ნერვიულობა რომ გადაეტანეთ თქვენ ან სამსახურის გამო, ან ფინანსების გამო, ეს არის უეჭველი. მაგრამ ეხლა ხართ მზის არკანში, იმიტომ რომ თქვენ ეხლა შეძელით, თქვენ გაუმკლავდეთ ამ სიტუაციას, იცოდეთ, აი აქ უეჭველი ან სამსახური, ან ფინანსები. ნუ ცოტა პროცენტ შეიძლება თქვათ შვილებზე იყო რამე. თუ დაუშვათ, ნუ აი ეს არის პატარა პროცენტისთვის თქვათ, ავად იყო ბავშვი და თქვენ ყველანაირად თქვათ იბრძოლით და ბავშვი კარგად არის, დაუშვათ. აი ესაც ვიღაცისთვის იქნება ეგეთი სიგნიფიკაცია. ნუ ახლა ვნახოთ ჩვენ, თუ იცანით თქვენი თავი, ვნახოთ რა ხდება აქ მომდევნო კვირაში. რა ხდება, რა იქნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ იზეიმებთ გამარჯვებას. ნამდვილად ეს სულ ყველაფერს გვაჩვენებს, ჩვენ რაღაცა გეგმები გექნებათ სამომავლოდ, ძალიან მაგარი, ძალიან წარმატებულია. ანუ რაღაცა ესეთი კვირა იქნება, სადაც აი რაღაც აი აქ ხო იყავით, იბრძოლეთ, ხო? მაგრამ ეხლა უკვე აი თუ სამსახურს დაუშვათ ეხებოდა, ხო, ან ფინანსებს თუ ეხებოდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ახლა ცოტა დაისვენებთ, ანუ სანერვიულო არაფერი არ გექნებათ და რაღაცა გეგმებს აწყობთ თქვენ იმაზე კიდე წინსვლაზე ვფიქრობ, კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე ისეთი, რომ დაუშვათ უფრო წარმატებული ვიყო. ვინც აირჩია თქვათ რამე ისეთი სწავლის სხვათა შორის გზა, აი დაუშვათ თქვენ ახლა ფიქრობდით, რომ ანუ ჩემი ბედნიერებისთვის რაღაცა მინდა ვისწავლო, ანუ რაღაცა მიზიდავს და მიხარია ახლა, ძალიან მიხარია, რომ ეს და ბიჭი გავაკეთე, როგორც ანუ ისა, აქ ახლა გეგმებს აწყობთ რა. იმიტომ რომ
ეს არის აი მომავლის არკანები, რაღაცა ეს კვირა სულ თქვენ რაღაცა თქვენს მომავალზე იმუშოთ, მაგრამ რო გითხრათ რამე სანერვიულო იქნება ან არა, პირიქით, თქვენ აქ ესე იგი უფრო შეიძლება დაწერთ ვთქვათ, აი სხვათა შორის ძალიან კარგი პრაქტიკა ვაკეთებ ყოველ დღე, მაგას აი ახლა უკვე დავიწყე ძალიან კარგი არის, იცით, რო ჯდები ყოველ დღე და წერ დაუშვათ, ანუ არის დღიური მადლიერების დღიური. ანუ თქვენ დაუშვათ, რაც გეგმები გაქვთ, რაც გინდათ, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ და გქონდეთ, მადლობას უხდით სამყაროს, თქვენს ანგელოზებს იმაზე, რომ თქვენ ეს უკვე გაქვთ. ანუ თქვენ უნდა ეს იგრძნოთ, რომ თქვენ უკვე ხართ მოცემულ მომენტში მაგ ენერგიებში. ნუ ეს ხარ რჩევასავით გაძლევთ, თუ გინდათ ეს გამოიყენეთ ძალიან მაგრად, ანუ აყენებს აი ვიბრაციებს ისე ამაღლებს, რომ აი რაღაც სასწაულად რა. და თითქოს აი სამყაროც ახლა უკვე ამ სამყარო ხო როგორ გველაპარაკება ხო სიტყვები ხო არის ეს ჩვენი ვიბრაციები, თუ ჩვენ დილით ვართ განწყობილი კარგად და ანუ აი რაღაც ეს ამ ვიბრაციებს რო ვუშვებს, კარგი მოდის ჩვენთან. თუ განწყობა გვაქვს ჩვენ უარყოფითი, ესეც ეგრე მუშაობს. ამიტომ ნუ აქ მაჩვენებენ რომ თქვენ აი მთელი ეს ჩვენ ხო კვირას პროგრამას ვაკეთებ, იქნებით ძალიან კმაყოფილი აქ. ძალიან კმაყოფილი, რაღაცა გამარჯვებას ზეიმობთ, აი და სულ რაღაცა ეს მომავლის ენერგიები, აი ძალიან მაგარია. ნუ ნახოთ ახლა ჩვენ ახლა კარიერას ნახოთ აქ რა ხდება. ნუ ხო გეუბნებით, რომ აქაც ნახეთ, ესე იგი, როგორი სიტუაცია, კმაყოფილი ვარ მე იმით, რომ ბოლოს და ბოლოს, ანუ აქ რაღაცა გქონდა თქვენ რაღაცა სანერვიულო, ანუ მაგრამ რაც არ უნდა, იმიტომ რომ აქ უკვე გვაჩვენებენ კმაყოფილების ენერგიას. მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც ახლა არის, იმიტომ რომ მე ვიბრძოლე, აქაც გვაჩვენებენ, ნახეთ, ვიბრძოლე და ანუ აქ თითქოს ნუ დაუშვათ, აი არანაირი ნეგატიური ფიქრები, არანაირი თქვათ, აი ყველაფერს ვიბრძვი რა ახლა, ჩემ თავს ვიცავ და არ მინდა ნამდვილად არანაირი ნეგატივი შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაზე. აქ თითქოს თქვენ ემოციებზე გამარჯვებული იქნებით რა, ანუ არ შეუშვებთ თქვენ ცხოვრებაში იმას, რაც თქვენ გიბუჭებდეთ თქვათ ხასიათს, განწყობას გიბუჭებდეთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად იქნებით პოზიტიურად განწყობილი, იმიტომ რომ იცით რატო შეიძლება აი რაც თქვენ გაწუხებდეთ და გაღელვებდეთ, ის წავა თქვენი ცხოვრებიდან. ის წავა, არ შემოუშვებთ თქვენ არაფერს ცუდს თქვენ ცხოვრებაში, გაიგეთ და ეს განწყობა თვითონ სამსახურებრივ, ანუ მე რასაც ვაკეთებ, აი აქ რაღაცა ხო გეუბნებით, ისედაც მზის არკანი არის, აქაც ახლა უკვე განწყობა გაქვთ, რაღაცა გეგმები გაქვთ, ანუ რაღაცა ოცნებები გაქვთ, ხო ხვდებით რა, ანუ კიდე რა შემიძლია გავაკეთო. აი ეს არის ზოგჯერ ფიქრობ, რომ რაღაცა უაზრო ძალიან კარგად ვარ, რაღაც ძალიან კარგად პოზიტიურად განწყობილი ვარ. ეს იმიტომ რომ თქვენ გამოადენეთ, აი ცუდი ფიქრები, ცუდ ფიქრებს გაუშვებთ თქვენ, ანუ არ დაუშვებთ იმ მომენტებს, ხო? კიდე ვიღაცა შეიძლება დაუშვოთ თქვენი ნუ კმაყოფილი იქნებით თქვენი თქვათ უფროსი სამსახურში სიტყვაზე, ხო? რაღაცაზე თქვათ შეიძლება თქვენ თქვათ გქონდეთ ან შიში ან რაღაც ისეთი მომენტები, მაგრამ არა, აქ კიდე ვიღაცისთვის, აი, ნუ ყურუმები, ჩემი ყურუმები. ნუ ის ვინც ახლა თქვათ სწავლობს ან რაღაცა თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი, ძალიან კმაყოფილი, აქაც 4-იანი არის, ისე რა ქვია, კარგი მასწავლებელი, ხო? რომელიც ყველან გაძლევ თქვენ ნუგეშს, რომ შენ სწორი გზა აირჩიე, სწორი გზა ავირჩიე, რაღაცა ახალი ვისწავლე, ახალი პროექტი, ახალი სწავლა, ახალი ანუ სამომავლოდ ფიქრობ, კიდე რას მომცემს მე ეს ახალი, ხო ხვდებით? ანუ შეიძლება მე აქ იქნება ბევრი ფიქრები, ანუ სწორი არჩევანი გააკეთეთ და ვიღაცისთვის მართლა აი დარწმუნდება, რომ ტყუილა ვეწინააღმდეგებოდი, რა კარგია რომ მოვხვდი იქ, სადაც მოვხვდი და ვსწავლობ იმას, რაც მე ვსწავლობ.
მივხვდით? იმიტომ რომ თქვენ ეს სწავლა მოგცემს თქვენ პასუხებს ბევრ ისეთ კითხვებზე, რომელიც თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, არ გქონდათ პასუხები, გაიგეთ და ანუ იმ კვირაში, რასაც თქვენ ახლა შეიძლება დაუშვათ, ახლა თქვენ ფიქრობდით, გქონდეთ ხო გეუბნეთ კითხვები, რამეები და ეს ახალი რაღაცა აქ რაღაცა ინფორმაცია მოდის, გაიგეთ? ან ინფორმაციას იღებთ თქვენ თუნდაც სამსახურზე ძალიან კარგს. ძალიან კარგს. შეიძლება даже ზოგი თქვათ, ვინც თქვათ იქ მუშაობს აი სახლებში და ასე შემდეგ, გოგოებო, თქვენ თვითონ ჯერჯერობით კიდევაც არ იცით, რას გიმზადებს თქვენ, ანუ შეიძლება თქვენი უფროსი თქვათ, ანუ ვისთანაც თქვენ მუშაობთ, რომ ძალიან გაგეხარდებათ რა. ანუ ან შეიძლება კიდე ნახეთ, თუ დაუშვოთ თქვენ სადღაც მუშაობდეთ დროებით და ფიქრობდით, რა ვიცი, რანაირად იქნება მომიწიოს წასვლა, აქ შემიძლია გითხრათ, რომ პირიქით თქვენი ვარაუდი დამთავრდება, იმიტომ რომ თქვენ კმაყოფილები იქნებით დარჩებით. აი ესეთი მოდის რა, ანუ ყველა ვარიანტში კი აქ ახლა თასების დედოფალი ძალიან კმაყოფილი ვარ. აი ესეთი მომენტი. აქ კიდე შეიძლება ვიღაცას ქონდეს სამსახურებრივი რომანი. ანუ სამსახურებრივი ვიღაცა ადამიანი აქ ჩუმად შეიძლება თქვათ გითვალ თვალებდათ და აქ არ გამიკვირდება რომ სამსახურებრივი რომანი ვიღაცას დაეწყება. Так, ან გაიგებთ რომ სამსახურში ვიღაცას მოსწონხართ. შეიძლება იმას გაიგებთ. აქ ფინანსები. აქ ვარსკვლავი. Так. აქ შემიძლია გითხრათ სამყარო გაგახარებთ თქვენ უეჭველი. ანუ აქ შეიძლება даже როგორი მომენტი არის, თუ ვინმე თქვათ, ან გზავნილი, მეცეთ ერთი ის მინდა რომ მათ შემაწუხა ამან. აჰა, ხო არ იქნება. ტყილად. ხო? ანუ შეიძლება თქვენ აქ ნახათ რა ხდება. დაუშვოთ ანუ ფინანსებში. კმაყოფილი იქნებით კი აქ ახლა რაინდ თასების არის ძალიან ისეთი კარგი ბიჭი. არა როგორც თქვა ჩვენ გვაქვს იმაში, რა ქვია, აქ მოვლენ, აქ შემოდის ფული შემოდის, შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა ეჭვი გაქვთ, რომ შემოვა თუ არა ჩემთან ეს თანხები, რასაც მე ველოდები, შეიძლება განცდებშიც даже ხართ, რომ აი არ ვიცი, ვეჭვებ შემოვა, არ შემოვა, იქნება, მომცემენ, გადამიხდიან, მაგრამ აუცილებლად შემოვა, აგზავნილს მიიღებს ვიღაცა ძალიან სხვათა შორის ბევრს გზავნილს მიიღებს, რა ქვია, ანუ კარტაზე რა, რო ირიცხვა, ან საზღვარგარეთიდან მოდის თანხები რა. ყოველ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი იქნებით. ანუ ნახეთ, შეიძლება თქვენ ინერვიულებთ დაუშვათ, ხო? და იფიქრებთ, რომ რა ვიცი, აბა იქნება ეს თანხა, რომელიც მე მჭირდება, შეიძლება ხო არ მომატყუა ამ ვიღაცამ ან რაღაცა ეგეთ თემები შეიძლება იყოს, მაგრამ არა. ან დაუშვათ თქვენ მუშაობთ, თქვათ, კლიენტებთან და ფიქრობთ, რა მჭირდება კიდე ასეთი თანხა, მაგრამ დიდი თანხა რაღაცა გჭირდება სიტყვაზე რა. და ანუ იქნება ნეტა გამომიგზავნიან, ხო არ მომატყუებენ და ცოტა სანერვიულოდ კი გეკნებათ რაღაცა საქმე, ხო? რომ ესე რა ქვია, მაგრამ მე ბოლოს რჩები ძალიან კმაყოფილი, რომ ანუ უცბად თითქოს ნაკადი წამოვა. ანუ ჯერ შეიძლება თქვა თავიდან ისე რა იყოს, ამას ეს მოგცემს თქვენ ცოტა ისეთ ნერვიულობას, რომ ტყვილა მქონდა იმედი, მაგრამ მე საბოლოოდ წამოვა ეს ნაკადი და სხვათა შორის ეს ნაკადი გაჩერდება დიდხანს. აი რაღაცა დიდი ფული შემოდის თქვენთან, ეხლა ნაკადში შედიხართ და თქვენი ნერვიულობა და აი დამთავრდება და აი ეს გაჩერდება დიდხანს. გაიგეთ? ანუ ეხლა даже ნახეთ დააკვირდეთ, რა შემოსავალსაც ეხლა თქვენ მიიღებთ თუნდაც, ხო? ეხლა ხო მაინც უკვე თვის ბოლოსთვის მივდივართ ჩვენ ხლა. აი ეს შემოსავალი წამოვა თქვენსკენ ესე რა ქვია, სულ ასე რომ თქვა, ანუ მაგაზე ნაკლები ყოველ შემთხვევაში არ იქნება.
აი თითქოს დამთავრდება თქვენი აქ ნერვიულობა ფინანსებზე. ნუ ხო გეუბნებით, შეიძლება რამე სტაბილურ სამსახურს ნახავთ, დაუშვოთ ვინმე თქვა, არც მოსრულიად მოულოდნელად თქვა ინტერნეტში ეძებდეთ და უცბად სტაბილურ სამსახურს ნახავთ, რომელიც ყველა თქვა, ანუ თქვენი პრობლემები ვაფშე წავა. მიდის თქვა, ხო, სამსახური მოგცემს ისეთ რამეს რა. კი, აქ წინსვლა არის სხვათა შორის ძალიან დიდი წინსვლა. და ამიტომ აქაც არის შეხედეთ რა ხდება. აქ ვიღაცა შეიძლება შეცვლის სამსახურს, ხო გითხარით, ან გადაადგილებაც შეიძლება მოგიწიოთ. კარგით, всё. ეხლა ვნახოთ ურთიერთობაზე. აქ შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცას გექნებათ როგორი სიტუაცია. რაღაცა შეიცვლება. ნახეთ, ეხლავე გეტყვით. შეიძლება ვიღაცის პარტნიორი სადღაც წავიდეს. ან იქნება, ნახეთ, ეხლავე გეტყვით კიდე რა. წავიდეს და წავიდეს. სადღაც წავიდეს, ხო? მაგრამ აქ უფრო როგორი სიტუაცია იქნება, იცით, მე რას გეტყვით უფრო. თქვენი ურთიერთობა გადავა რაღაცა სხვა დონეზე, მოდით ასე რომ ვთქვათ. მოხდება, ანუ ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენ ურთიერთობაში იყო პერიოდი, აი რაღაცა შეხვედრები, რაღაცა თქვათ ახლა, დაუშვათ ადამიანი შეიძლება იქცე, ნახეთ, თუ ახალია, გქონდეთ შეხვედრები და მეტი არაფერი. ამ შემთხვევაში სიტუაცია იცვლება და უკვე თქვენ აი მიხვდებით, რომ ეს ადამიანი მიყვარს და всё, მაგ ადამიანთან ვაგრძელებ ურთიერთობას. თუ ახალია, დაუშვოთ ახალ პერიოდზე გადადიხართ, всё, მორჩა. მარტო ეს პატარა რაღაცა პაიმანები და რამეები არ იქნება. всё, გადადიხართ რაღაცაზე. შეიძლება ვიღაცა გწერდათ უბრალოდ თქვენ და შეხვედრები არ იყო. ეს პერიოდი დასრულდება და უკვე თქვენ შეხვდებით, კიდევაც პაიმანზე დაგპატიჟებენ და ასე შემდეგ, ხო? თუ ეს ურთიერთობა უკვე ხანძლივია, აქ შეიძლება ადამიანი დაუშვათ, იყო როგორიც, აი რაღაც დარწმუნდებით ამ ადამიანის სიყვარულში, ანუ რაღაცა გრძნობაში მოხდება ცვლილება. და ეს ცვლილება, ეს არის წინსვლა. ამიტომ დავამოწმე, რომ აქ დასრულდება თუ გრძელდება. არა, რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხართ. იცით რა? მაგრამ კიდე რა მომდის, იცი რომ შეიძლება ვიღაცისთვის აქ ნახეთ, თუ სამკუთხედი გქონდათ თქვენ, იცოდეთ რომ თქვენ აქ რაღაც არჩევანის წინ დადგებით. კიდე ფრთხილად იყავით. თუ დაუშვათ, თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენ ვთქვათ, ქმარი სიტყვაზე, ხო, იცის, რომ თქვენ ვიღაცა ყავთ, ის გაიგებს უფრო დაგინახავს სადღაც, იცოდეთ და შეიძლება ეს ურთიერთობის დასრულება მოგიწიოთ. ეს ძალიან პატარა პროცენტს, მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება იყოს ეს მომენტი. მაგრამ ვიღაცა სხვათა შორის ბავშვების გულისთვის, კიდე ვიღაცის ეს ინფორმაცია, ბავშვების გულისთვის შეიძლება არჩევანს გააკეთებს და დაასრულებს. აი, თქვათ, ამ ურთიერთობას. ან კიდე შეიძლება აქ იყოს, როგორ იცით, არასერიოზული ურთიერთობა თუ იყო, აქაც ამას დაესმება წერტილი. ბევრი კი. ბევრი რაღაცა ინფორმაცია წამოვიდა. იცოდეთ ახლა აქ ვისაც სამკუთხედი გაქვთ, ცოტა ფრთხილად იყავით. ფრთხილად. კიდე ნახეთ როგორი მომენტი, ვინც ეძებდა, აი თქვათ, ეძებდა როგორ მინდოდა შეხვედრები, მინდა რა ახალი სიყვარული, თქვათ, მაგრამ რაღაცა შეიძლება არ ხდებოდა. აქ სიტუაცია შეიცვლება და შეიძლება შეხვდებათ პირიქით, სადღაც გაიცნობ, ან წვეულებაზე, ან ვიღაცასთან სახლში, მეგობრებთან კონცერტზე, ფესტივალზე, რა ვიცი, რაღაცაზე. შეიძლება გაცნობაც მოხდეს და თქვენი მარტოობა დასრულდება.
აი ესეც არის კიდე რა. კი, აი პენტაკლების მეფე მოდის თქვენთან კიდე. დაიჭირეთ თქვენი პენტაკლების მეფე. всё. ანუ მაგარი რაღაც, მეგონი მაგარი ენერგია არის დატრიალდა და ამიტომ მე რა თქმა უნდა გელოდები თქვენ კომენტარებში მომწერეთ რამდენად რეზონირდება და მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.